თვითმკვლელის ეკლესიაში მოხსენება შეიძლება? თუ არ შეიძლება, რატომ? ნუ თუ ასეთი ცოდვის პატიება არ შეიძლება. ხშირად გვითხოვს, რომ პატიება ყველაფრის შეიძლება. თვითმკვლელი არ განიკითხება თვითმკვლელობის გამო. თვითმკვლელი უბრალოდ აი მე იუდას მაგალითად რო ვახსენე, როცა ადამიანის მდგომარეობა როცა ადამიანი მოდის ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რომ თავისი ისეთი ტვირთი აქვს, ან ცოდვის გამო, ან რაღაცის გამო, რომ აღარ შეუძლია, გესმით, აღარ შეუძლია. და ამიტომ სხვა გზა არ აქვს, თუ არა ისო თავი გაინადგუროს. ანუ როცა ადამიანი თავს იკლავს, ჩვენ მას არ განვიკითხავ, ეს როგორ გააკეთა? ჩვენ აღარ შეეძლო და გააკეთა. პრობლემა სხვა რამეშია. ის თავის ზემოთ სხვა დიად არსებას ვერ ხედავდა. ანუ მისი პრობლემა უღმრთობა. იმიტომ რომ მას რომ ღმერთი დაენახა, ის მისკენ წავიდოდა როგორც მხსნელისაკენ. რადგან იგი მისკენ არ მიდის, ის მას ვერ ხედავს. მისთვის უმაღლესი ღირებულება საკუთარი თავია, რომელსაც აღარ შეუძლია იარსებოს გარკვეული მიზეზების გამო და ამიტომ ჩვენ მას არ განვიკითხავთ არც ერთ თვითმკვლელს როგორც თვითმკვლელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის უღმრთობაში იყო. უღმრთობა, რომელიც დაბეჭდა თავის თვითმკვლელობით. ანუ უღმრთობაა პრობლემა. ანუ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ სურს. ვერ ხედავს. მასთან ურთიერთობა ვერ დაამყარა. და ისე წავიდა, რომ მას არ იცნობს. მისი შინაგანი სამყარო ისეთი, რომ მისგან შორს არის. მაგრამ ჩვენ მაინც ვლოცულობთ თვითმკვლელებზე, პირად ლოცვებში მათ ვიხსენებთ. და თუ ადამიანი თავად ეკლესიურია, ქრისტიანულად ცხოვრობს და თვითმკვლელს პირად ლოცვებში იხსენებს, ამ თვითმკვლელი ირიბად მაინც ეკლესიაში მოხსენებული გამოდის. იმიტომ რომ მე ხო არ ეკლესიის წევრი. მე ხო მას ვიხსენებ. და ესე იგი ის ჩემს მიერ ეკლესიის მიერ არის მოხსენებული, იმიტომ რომ მე ეკლესიის ნაწილი ვარ. საზოგადო მსახურებებში არ ვიხსენებთ, იმიტომ რომ მან დაადასტურა, რომ ის ესეა. მამაო ხშირად